ლაპარაკობენ ხოლმე რომ აი კაცებში სუიციდის მაჩვენებელი მაღალია, ეს რაღაც მიმი რო გახდა რომ კაცების მარტოობის ეპიდემია იმძვინვარებს გენაცვალე თუ არ ილაპარაკებ და არავის არ გადაუშლი გულს, ეხა ვიღაცამ გამოიცნოს შენ სევდიან თვალებში, რამდენად მარტო ხარ და რა გიჭირს, თანამედროვე სამყაროში ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ყველა უბრალოდ ტელეფონში იყურება და rilsებს სკროლავს. სულ უნდა გახსოვდეს რომ რაღაც მომენტში თუნდაც შენ რაღაც შვება იგრძენი, არ უნდა დაგავიწყდეს რომ რაღაც სხვები ისევ განიცდენ იმავეს და რაღაც ან თუნდაც სხვა ტიპის ჩაგვრას განიცდენ და ის რომ შენ თუნდაც რაღაც მომენტში აღარ იჩაგრები, ან რაღაც გარკვეულ სიკეთეებზე მიგიწვდება ხელი, არ უნდა დაგავიწყდეს რომ თუნდაც სხვების გათავისუფლებისთვის უნდა იბრძოლო მოკეთ რა და მაგას ხშირად ბევრი არ აკეთებს და მხოლოდ უნდა რაღაც თავისი მხოლოდ პირადი კომფორტი შემოისაზღვროს და სხვებს თავის უტეხიაც, რაც ასევე ძალიან მასკულინურია, იმიტომ რომ ეს მასკულინური გაგება არის, რომ რაღაც მხოლოდ ძლიერები უნდა გადარჩნენ და სუსტებს განსაცდელი ელით და მე მჯერა რომ განსაცდელი ყველას ელის და ამიტომ რაც მაქსიმალურად საკუთარ თავებთან ერთად სხვებზეც უნდა ვხელავდეთ და რაღაც ერთი რაღაც საერთო ცვლილებისთვის უნდა ვიბრძოდეთ და არა იმისთვის რომ მე თუ საკუთარი სხეული შევცვალე ან რაღაც ჩემი პირადი ცხოვრება შევცვალე, ეს საკმარისი არის.